ერთი წელი მეგობრებო გვპირდებოდით, რომ მეგის მოვიყვანდით პოდკასტში და ვირტუალურად შევძლებთ ამ ყველაფერს დღეს. რა გააკეთოს? მეგი, მიულოცა ახალი წელი ჩვენ მაყურებლებს. ლაიში გეტყვის მაყურებლებს ულოცა ახალ წელს. Gorgeous Maggie. Tawa ყველა სურვილები წავსენ Disco სახალხო ღამეს გოზი ნახის ბარზე Disco შოკოლადეს გო შოკოლადეს გო Disco გოზი ნახის ბარზე შოკოლადეს გო შოკოლადეს გო Აქტიური რეალიზები შოკოლადეს გო შოკოლადეს გო მეგობრებო, გილოცავ დამდეგ ახალ წელს. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. თათები დარჩა, სანამ დადგება ახალი წელი ანა. გჯერა? That is crazy. I know, right? ყველა სამზადისში არის ალბათ ახლა ზოგიერთი თქვენგანი აკეთებს საჭმელს. რაღაცები შეიძლება ძალიან ჩვეულებრივი დღის ცხოვრებით ცხოვრობთ და წამოწოლილი ხართ, როგორც ავარაუდოთ მე და არაფერს აკეთებთ. It's even better. ჩვენ ხო ვთქვით, რომ წელს უეჭველი once the clock hits 12 გავდივართ და ვგულავთ. თქვით ხო? Okay. Okay, let's fucking do that. ამიტომ მე გადაგეყრობით სადმე მეგობრებო. იცი რა მიყვარდა ადრე ბავშვობაში რუსთაველზე თავისუფლებაზე შეხვედრა იყო თემა რა. იმენა მთელი ოჯახი გავდიოდით და იქ რო კონცერტი იყო, იქ ვიდექით ხოლმე. That was so sweet. ეგ როგორც New York-ში რო არის ხო, იცი ball Yeah, kind of like that. Ზუსტად გავდა New York-ში შეხვედრას. Times Square-ზე რო არის ხალხი ხო? ხო. მე მნახე. ანუ მაგას იმენა არ ვიზამ, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან ტურისტული ხო და მე როგორც ლოკალი New York-ში მაგას იმენა არ ვიზამ. მე ვიქირავებდი სასტუმროს Times Square-ზე და ზემოდან რო აკვირდები ამ ყველაფერს რა მაგარი არის წარმოადგენა. ძალიან. I know. მე ჩემი penthouse-იდან გამოვხედა. მე ვარ ნამყოფი მან 30 დეკემბერს. Doesn't count babe. I know, მაგრამ საოცრება იყო მაინც. და დღეს ნახე, შემოხვდა TikTok-ი თუ როგორ რიგში დგებიან და აი როგორი აწამაწი არის, აი ცხოვრებაში არ წამიდგინე პირველი რო ხარ რიგში, აი მაგ საფრთხეში შემომიდეს რომ უნდა გავაკეთო. შენ მაგას არის ან we all know that. მე მგონი ხალხს პამპერსები აცვია ხოლმე ეგეთი რაღაცა. Ew, no. Yeah, that's how it works. I don't want to do that. Oh my god. მოდი გავაკეთოთ live-ში გეტყვი wrapped. მეგობრებო, ჩვენ ვიმუშავეთ, გავიხსენეთ საკმაოდ რთული და საინტერესო წელი და შევადგინეთ 3 კატეგორია. რასაც ჩაკიშლით, მაგრამ იქამდე მინდა რომ აი შემიფასო რაღაც ძალიან მოკლედ ეს 2025 წელი როგორი იყო შენთვის, შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის, ყველანაირად. Wow, ერთი წამი. რო დავიწყოთ ქვეყანაზე საუბარი, მგონია რომ პოზიტიური ნაღდად იქნება ეს ეპიზოდი. Okay, მაშინ შენ პერსონალური. დაგმიზეზი ყველა მიცის. პერსონალურად საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული წელი მქონდა იმ მხრივ, რომ რაც დავიწყოთ პოდკასტი მგონია რომ რაღაც საერთოდ სხვანაირად გავიცანი საკუთარი თავები მე და ანა. ისე ბაზარი არ არის. ხალხო, რაღაც სხვა გაქანება არის შენ თავს. თან მე ყოველთვის უყურებ, ნუ დავითი აედიტებს all without და იასნად ყველაფერს ძალიან დაწყობ. მაგრამ მეც ყველა ეპიზოდს ყოველთვის უყურებ და შენ თავს რა სხვა თვალით ხედავ. რაღაც სხვანაირად იცნობ. პირველ წელი რომ ამდენი აზრი მოვისმინე ჩემზე, ჩვენზე ზოგადად. და ნუ ეგეც ძალიან განსხვავებული და უცხო იყო, ძალიან კარგი, ბევრი კარგი აზრი მოვისმინეთ და ასევე ცუდებიც. და ანუ მაგ ყველა ფერმა მგონია რომ ძალიან გაგზორდა. Mira Stuffer. ზუსტად, მართლა ეგრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ არ მოქმედებს არაფერი, მაგრამ აი ვიღაცა რომ რაღაცას წერს მილიონჯერ ჩემზე, გინდა არ გინდა ილექება. ჩემთანაც კი. ყველა პონჩი ეგრეა, რაც შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, იმიტომ რომ კანი გისქელდება გინდა არ გინდა და ეს გამოგადგება ცხოვრებაში, მაგრამ თან რაღაც კითხვის ნიშნებს გიჩანს შენ თავში, მაგრამ მე მაინც უმეტესწილად ჩავაფასებდი დადებითად ამ სრულ განაცილებას. ჯერო ორივე მარტში ეს ნაბიჯი გადავდგეთ და დავიწყეთ. თან ხალხო, ეხლა კი 200,000 პოდკასტი არის, მაგრამ ჩვენ რო დავიწყეთ მართლა ის 3 იყო. ძალიან ცოტა იყო რა. და ეგეც მიხარია რომ რაღაც ბოლოში კი არ მოვიხოდეთ ამ თავს. ხო, აი მახარია. არა და მიხარია რომ რატომ მიხარია, იცი, შეიძლება ძალიან ასე უცნაურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მე რო ვთქვათ
არ გამეკეთებინა და სხვაც გაკეთებინა ზუსტად ასეთივე პოდკასტი ძალიან გამიხარდებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ისეთ თემებს obviously მელაპარაკობ, მაგრამ იმიტომ რომ ისეთ თემებს ლაპარაკობენ, რაც ძალიან გაგიხარდებოდა, მაგრამ მე გული დამწყლებოდა, რომ აი მე რატო არ მოვაბი თავი და მე რატო არ გადავდგი ეგ ნაბიჯი და მიხარია, რომ აი ეგ სინანული არ მაქვს, იმიტომ რომ გქონდა ცხოვრებაში რამდენჯერ გქონია ეგეთი რაღაც. ძალიან ბევრჯერ ხო გქონდა, მთელი ბავშვობა ვიტანჯებოდი, რომ YouTube ჩანელი არ მქონდა და YouTube-ი რატო არა? აი დღეს რო ეს პოდკასტი გვაქვს, თან ყველაზე მეტად რა მომწონს, იცი, აი 10 წელი რო გავა, 15 და შვილი რო გეყოლება და ჩართავ შენ ვიდეოს და დაინახავს 20 წლის ასაკში როგორი ყავი. თან ანუ კვირაში ერთ ვიდეოს ვსდებ, თითო 1 საათია დაახლოებით. თან ყველანაირად შეგიცნობს რა. ანუ აი ეს material რო იყოს დედაჩემის და მამაჩემის იმ დროს. მაგრამ წარმედგინე მე რამდენი მის ექნება რა ქვია საშანტაჟო. აი შენ პოდკასტში ეს ახლა რა. ძალიან კაი იქნება. იცანოლოდები. მოკლედ ამაზე კარგი გადაწყვეტილება, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ამ წლის იყო რომ პოდკასტი დავიწყეთ. და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე მგონია, რომ ამ პოდკასტმა ძალიან ბევრი ადამიანის გაერთიანა, იმიტომ რომ აი ხშირად კომენტარებში ვხედავ, რომ ერთმანეთს ელაპარაკებიან და რაღაც და მგონია რომ რაღაცა They are all so cute. ისეთი კარგი ხალხი არის ჩვენს ირგვლივ, ვინც გვიყურებს, ხო ზუსტად ეს საზოგადოება. I love you guys so much. We love you guys so much. მე უფრო იასნად. და ეგ არის bullshit. ანუ ვიღაცა ამას წინათ შემოხდა და მეუბნებოდა რომ ანუ ვიცი რომ შენ არ გევასებო ხალხი. ვინ მომიგონა და ანა წიგნაძე მომიგონა ეს ფაქტი. Whatever. ძალიან מחარებს სხვა ამის გარდა წლევანდელი წელი რო გამოვარჩია, it would be ის რომ ივლისში და აგვისტოში ვიყავი გამხდარი. Wow. It was a highlight of the year and I appreciate that. იმიტომ რომ 2024 წელს ესეთი დღეც არ ყოფილა და ამ წელს მთელი 2 თვე მომეცა, როცა ჩემს ხოლში და 26-ში რამდენი თვე იქნება იცი ეგეთი 12. 12 ვერ იქნება, იმიტომ რომ ლიტერალი 3 საათი რჩება. მაგრამ 11 იყოს და იყოს, I'll take it. Yeah. იანვარში მუშაობდი, იანვარში ძალიან ბევრი მუშაობდი. Locked in. მიხარია რომ ესეთი ცხოვრება გვაქვს, მართლა ძალიან grateful. ხიცი, ეხლა რომ ხალხი ოქროს შუქნიან თუ რა ხდება, მოიგეთ რა. Christmas holiday რო იყო და რომელი holiday იწყება რომ I'm grateful, ეგრევე ვუყურებ, იმიტომ რომ ვიცი რაღაც ასწავლებია ჩუქეს და რაღაცნაირად უნდა გააბრაოს და მეც უბრალოდ ეგრევე ვარ, ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის. ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრება, თვითონ მადლობა ღმერთო, რაც მას ყველაფრისთვის. You too, baby. Yes. მიხარია, ჩემი მეგობრები ვინც ყავს, ყველა ერთმანეთზე კარგი, ყველა მავსებს, ყველა ძალიან მჭირდება და აი რაღაცნაირად თითქოს სავსე ვარ რა. აი რაღაც დანეკლისი არ მაქვს, იმიტომ რომ ადრე ყოფილა პერიოდი და უფრო შენ და მეგი რო არ მყავდით რა, რასაც თქვენ მაძლევთ, მაგის დანეკლისი მქონდა. ეხა ეგეც შევსებული მანქანა, მართლა ყველა მხრივ ყველა fully fulfilled. Exactly. And I appreciate it. What about you? მეც ეგრე ვარ, ზუსტად ყველა ჩემი მეგობრისთვის მადლიერი ვარ. გეხოცავი, ჩემ შოლექს ველაპარაკოთ, იმიტომ რომ შემაწუხებს ეს ამბავი ხალხო. წინა დღეს შენთვისაც არ მომიყოლია. ჩემთან არის ღამის პირველი 15 წუთი და მესმის ყვირილი, ქვემოთ ჩხუბობენ ჩემი მეზობლები რა. ან მანქანის გაჩერებას მოყვა ის, რომ ატყდა ჩხუბი, რა თქმა უნდა დედა ჩემი გიჟი ჩაოლებრივი ჩაბარდა რომ გააკავოს კაცები. აი მე სერიოზული ჩხუბი იყო. ხო, ჩხუბი იყო ხელჩართული. დედა ჩემი ჩავიდა რომ გააკავოს, იმიტომ რომ ყოველთვის ქალს ქონია რომ თავის აუზე უნდა იყოს ესეთი რაღაცა. მე ჩავყევი დედა ჩემს რომ მეთქი დედა ჩემი არცემონ. ანუ არის 30 კაცი და მე და დედა ჩემი დგავარ ჩუაში. პირველის ნახევარია. ხო, ღამის. მე და დედა ჩემი დგავარ ჩუაში და ანუ ჯიკაობა მიდის, თან ერთი სასტავი არის რომ აი მანდილოს. იცი როგორ ნაყოფილიყავი? Look at me. Jake, look at me. It's me. და იმენა სახეში რო გაიწყათ. არის, ხო და ორი სასტავი ხო იყო და ერთი სასტავი ძალიან ისე რომ აი ქალბატონები არიან და რაღაც მეორეს იმენა დავაკიდეთ. მაგრამ ანუ ამ გაწამაწიეს ჩვენ შუაში ვდგავართ და რაღაც ხელი მოიქნია ვიღაცა, მე შევაშველე და თითი გადამტყდა იმენა. ეს იმიტომ. გარვიცოდი. I know. ძალიან დრამატული იყო. მე მიგონა რომ თითი დაბაგდა ეს და ხარ. ჩაოლებრივი მსხვერპლი ვარ კაცების. Wow. ამ სამყაროში რა თქმა უნდა პატრიარქა. ეს ყველაფერი მოყვა პარკინგს. ანუ სადარბაზოსთან მანქანის გაჩერებას. I know. მაგრამ ანუ ძალიან ისეთი იყო და ბოლოს ფიქრობდი რომ მეთქი პოლიცია ხო არ გამოვიძახა თქო, მაგრამ თან შუაში ვდგავარ და თან პოლიციაში რო რეკავ წარმოიდგინე და ვიღაცა დალოცულმა მადლობა ღმერთს გამოიძახა და იცი როგორ ჩხობი იყო, მართლა დანაზე გადავიდოდნენ რა და კიდევ კაი 4 საპატრულო პოლიცია მოვიდა და დაიშალნენ მაკვანში, თორე იმენა ხელშართული ქვებს ესროდნენ რაღაც მომენტში ერთმანეთს. და მე იკვიდე. მე იმენა იკვიდე, კი? ძალიან კი ხარა და ვაჭრე. არა. ცოტათი. ეგეთ დრამას შესწავლე. ხო, მაგრამ იცი რა დამანახა მაგ მომენტმა, რომ ანუ დაიწყო 4 ბიჭიდან ეს ყველაფერი და მერე შეიყარნენ 30 რა.
და ანუ ერთი მესიჯი მიიწერა ერთმა რომ აი ბიჭებო აქ ვარ თუ რაღაც არ ვიცი არც კი დაურეკავს რა და იმენა 30 ბიჭი გაიჩითა მე რო უკვდებოდე ხალხო თან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მაინჩი ანუ რა უნდა მივიწერო ერთ მესიჯად ისეთი რომ ეს გოგოები გამოვიდნენ სახლიდან და გავერდით და Taylor Swift რო ყავს ხო იცი თავისი ბანდა იმაში რო არის straight კაცები არიან სხვა level-ზე თან აი ქუჩის ტიპები რა ანუ ერთ მესიჯად და 30 კაცი იყო თავშეყრილი და მე რომ თლადროვინმე სახეს მაჭრიდეს ან დანით რომ ედგეს ვინმე ანუ ჯერ არავინ არ დამიჯერებს ეგეთი რამე რომ მივიწერო არ ვიცი რაღაც მე უჭელებ მეკონებოდა რომ იმენა you're pranking me ზუსტად ანუ ბერამი ვერ დაიჯერებს რაღაც ისე მიჭერს რომ ღამის პირველ საათზე ვიწერები რომ აი მოდით შემსადარბაზოს და გარჩევა It was interesting you guys და საინტერესო დღე მქონდა ჩემი ფრთხილი შაელია არის წლის ბოლო ვერსად ვერ ჩავეწერე დღეს შილაკის გოგოსთან მანიკურშასთან კაროჩე რა ამ ფრთხილებით ხვდები ახალ წელს That is so sad, isn't it? დღემდე ვერ ჩაწერე. ვერა. ანუ იმენა თან უცხოსთან არ მინდა ხალხო, იმიტომ რომ ყოველთვის სოდი გამოსილება მაქვს უცხოსთან რომ მივდივარ. Whatever. What about you? თმას არიჭრე ახალ სახალხოდ. Oh, okay. Wow. Sorry. Wow, you guys. Wow. You look gorgeous, baby. Thank you so much. მოდი გადავიდეთ Raps-ზე. პირველ რიგში საქართველოს ბანკის raps ნახე? ვერ ვნახე, იმიტომ რომ არ მომევიდათ ხო თქვი. მე მომევიდა, რა თქმა უნდა, და ესეთი impressive, სხვათა შორის ჩემ top 3 კონტაქტში ხარ. რაც მე შეფულს გირიცხავ, იმიტომ რომ ხალხ ყოველთვის დავითი იხდის, სადაც მივდივართ და top 3-ში არის ერთი მამა ჩემი, რომელიც მირიცხავს და დავითი, რომელსაც მე სულური. top 3 ხარჯებში ერთი იყო გადამზიდები, ანუ რაც მე inex ფულს ვუხდი ხალხა. შენი საჩუქარი, შენთანაც ვიცავ, 4 დეკემბერს მიიტანეს საწყობში. დღეს არის დეკემბრის ბოლო დღე და კიდე არ მასულა. აუ, ისეთი ბანძი არქეტიპი მაქვს პროსტა. რა კომფორტის მოყვარული, ყველაზე კარგი არის მგონი. No. კომფორტის მოყვარული არის, რაღაც არის გადასავლების მოყვარული, რაღაც უფრო ეგ გაქანება ვარ. კომფორტის მოყვარული. შენ იქნები კომფორტის მოყვარული 2.0. მე თუ კომფორტის მოყვარული ვარ, ხო დავითი. ეს იმიტომ რომ აი სახში რომ იძახებ რაღაცაებსო და ალბათ. მოდი დავიწყოთ პირველი კატეგორიით ჩვენი rap-ის და მე ბოგზე დავაწყოთ მეგობრებს. Okay. პირველი იყო ჩვენი კატეგორიებიდან top 3 კინო. მე და ანა დიდი კინოების მოყვარულები არ ვართ, ეგრე ხშირად არ ვუყურებთ, უფრო სერიალებს ვარჩევთ, ვიდრე კინოებს. მაგრამ მე დავიწყებ ერთი ფილმით, რომელსაც მართლა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ წლის განმავლობაში იყო One Battle After Another. მართლა საოცრება ფენომენალური კინო, ყველას გიჩვენთ რა უყუროთ, იმიტომ რომ ვაუ. ეს Leonardo DiCaprio იყო. ეს იყო ჩემი რეცენზია. ვაუ. Just wow, right? Yeah, ეგრე მეწერა Letterboxd-ად. მე მხოლოდ top 1 მაქვს და არა top 3. I'm so sorry. ხალხო ფილმები მართლა არ Wow. თუ დრო მაქვს ყოველთვის სერიალს ვამჯობინებ და თან კიდე ფილმს როცა ვუყურებ, აი წლევანდელ ფილმს არასდროს არ ჩავართავ რა, რაღაც აი ძველს, ხო. ძველს და კარგს რაც ვიცი. და ერთადერთი რაც მახსოვს წელს რო კარგს უყურე, ეს არის ბოგონია, Emma Stone's. It was so good. ძალიან კაი იყო. საოცრება იყო. კაი, მაშინ მე ვიტყვი ჩემ ორს. დანჩენერს მეორე იყო Cure 1997 წლის ფილმი არის იაპონური ჰორორი საოცრება. I'm so sorry. მე მგონი 2025-დან ვარჩევდი. წელს ვუყურე და რა ვქნა. ანუ მართლა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ესთეტიკაც დამომეწონა, კონცეფციაც, ყველაფერი საოცრება იყო. გირჩევთ უყურეთ. და იანვრის დასაწყისში ვუყურეთ მე და ანამ ერთად Baby Girls და საკმაოდ აი კოლოსალური hate გამოიწვია Baby Girl-მა და არავის არ მოეწონა და I will die on this hill რა ძალიან კარგი ფილმი არის და მაგიტა. შენ რა მოგეწონა ეგრე მე მგონი Nicole Kidman-საც არ მოეწონა. არა მგონი Nicole-ს ვაფშე არ მოეწონა. Просто ფული აიღო გოგჩამ და დაამთავრა და შენ კბილებით იცოლ ყოველდღე სადაც ჩანს ჩაგივარდება. გადავიდეთ. სიმღერებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ სერიალები ჩვენთვის თუ ეგეთი ის არის. კაი, ჩემი top 3 მესვეტყვი ეგრევე. პირველი იყო Romeo by Pink Panthers. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. მეორე იყო Scorsese Baby Daddy by SZA. Okay. კონცერტს წელს გამოვიდა, მაგრამ წელს ძალიან ხშირად ვუსმენდი. რაც raps-მა არ ანახა. For some reason. და მესამე არის Good Luck by Basement Jaxx. ეს ძალიან ძველი სიმღერა არის, მაგრამ ერთ-ერთ სიმღერაში კონდა. იმიტომ რომ მე ყველაფერი მენა 2025 წელს ბეჭად დარტყმელი ავარჩია ყველა კატეგორიაში. მე ახლა არ მქონდა ეგ დავალებოდა. ჩემი პირველი არის Dracula, Tame Impala,
Literally 2 თვის წინ გამოვიდა. Wow. It is so good. You better. It is so good. მეორე არის Liability, Lordis. This is so good as well. და მესამე არის I Love You, Marinasi. Marinas მთელი ალბომი. Liability შენს და 2025-ში გამოვიდა? Yeah? არა. Yeah. I'm a liability. No, babe. I swear to God 2025-ში გამოვიდა. ეს სიმღერა იყო Tumblr-ის დროს, babe. ხადა? მე წელს გავიგე. 2000 What? პირველად უსმინე წელს. მე მეგონა წელს გამოვიდა, მაგრამ დანარჩენი 2025-ის არის კეპიცები. მე კიდე ერთი რამელი იყო, babe. დრაკულა და I Love You ეს უჭველი ვიცი. წრავანდელი ალბომიდან არის. Tame Impala's დიდი ფანი გავხდი ამ წელს. ადრეს მიყვარდა და ეხლა აი ოფიციალურად ვგიშტები, მაგრამ დავიცდი და არ უყვარს. მეგის უყვარს, მაგრამ კონცერტზე არ წამოყვები შენ, ამიტომ ვივიწყებ, რომ ესე ძალიან მიყვარს. That's it. Okay, შემდეგი კატეგორია არის ჩვენი top 3 trip of the year. Okay, go ahead. ჩემი პირველი obviously იყო ლონდონი, იმიტომ რომ იყო ჩემი Get over that. childhood dream იყო და საოცრება იყო და it was like a fairy tale. Non-stop. მეორე იყო ამსტერდამი. ამსტერდამიდან ანუ ზოგადად Netherlands რაც მოვიარე, ეგ adventure. და მესამე იყო ერევანი, იმიტომ რომ საოცრად გავატარე ერევანში დრო, საოცარი რესტორნები, საოცარი მუზეუმები, bla bla bla. ეს ორი პოსტერიც არის ერევნიდან მეგობრებო. ერევანი იყო ერთადერთი ტრიპი, შენი, სადაც იმენა და გეგმა ყველაფერი. ხო, არა? გახსოვს? So friend for you. I know. და მინდა რომ იგეთი იყო ხოლმე ჩემთან ერთად რო წამოდიხარ ტრიპსა მაშინ მარტივი არის, ერევანი ძალიან მარტივი და საგეგმად. ხო, ანუ რესტორნების რეზერვაციები ქონდა, ბიჭ და მეთქი who are you? იმიტომ რომ ეგრე არასდროს არ იქცევა. I know. აი ჩემი top 3 trip, პირველი ბათუმი, სადაც ერთად ვიყავით. და fuck you first of all, იმიტომ რომ შენ top 3-ში არ იყო. ხო, ბაზარი არა. ძალიან კარგად გავერთა. ბათუმი თუ ლონდონი, shut the fuck up. It's not about the place. It's about the radiation. ზუსტად და ძალიან კაი იყო. მეორე, ანუ ფერავარჩია რომი თუ პარიზი, იმიტომ რომ კაი, ჩემებთან ერთად ვიყავი ორივეზე, რომში და ჩემთან ერთად, პარიზში თელოჯახთან ერთად. So I don't know, ვერ ვიტყვი რომ ძალიან გავერთე თქვა, იმიტომ რომ უჯახური ხოდი იყო ორივეზე, მაგრამ სასიამოვნო იყო და მესამეზე ჩემთვისაც იქნება ერევანი. იმ პონჩი რომ ძალიან მომწონს. მეგობრებთან ერთად ვიყავი, ძალიან გავერთე. Jennifer Lopez-ის კონცერტი არაფრად ვარ გოდა, მაგრამ it was still very very good. Yeah. We love it. I should get my shit together. და შენც ასევე უნდა წავიდეთ აზიაში, I don't give a shit. Yeah. სადმე აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ყველგან. ყველგან. Can we do that? შემდეგ წელს ყველა კონტინენტზე მივდივართ. Period. ზუსტად, ჩამოვწეროთ რაღაც. ჩამოვწეროთ babe, I don't care. სადმე და პლაკატზე უნდა გავაკრათ, რაღაც манифестირება იგრე უნდა გავაკეთოთ. Yeah. Okay. და მესამე კატეგორია და ჩვენი ყველაზე საყვარელი, which is TV series. Okay. Go ahead. კაი, ჩემი number 1 იყო Severance-ის მეორე სეზონი, obviously. ეგ იყო ფენომენალური სინემა. მეორე იყო The Real Housewives of Salt Lake City, იმიტომ რომ ეგეც იყო ჩემთვის ფენომენალური. ერთნაირები ვართ. და მესამე იყო ჩემთვის Level 8. Okay, ეგ მესამე არ ვიცი, ჩემთვის პირველი არის ჩემი თურქული სერიალი. I'm so sorry. ხალხო დამაჭრით ყველამ ერთიანად, მაგრამ არავინ არ გაჯობს. პირიქით ყოველი ვიდეო არის კომენტარი, ანა გთხოვ შემახსენე იმ თურქული სერიალის სახელი. ხალხო მართლა გეუბნებით, მოლეკულურ დონეზე მაბედნიერებს ამ სერიალის არსებობა. ანუ არ ვიცი, მე არ მინდა რომ ვიყო მეშინი, იმიტომ რომ შეიძლება მეც შემითხრა ეს მეხტე. არ შეკითხავს, ანუ ძალიან რაღაც სპეციფიკური გაქანება აქვს და ზუსტად ის გაქანებაა, რაც მე მევასება. და შეჭირდება. ეგ მეორე არის Real Housewives of Salt Lake City. Obviously, we're in this together. მესამე I hate you. იმენა ყველაფერი მომპარა. Severance-ის მეორე სეზონი. Severance უყურე ჩემ გამო, obviously. I know, it is so good. ვისაც არ გინახავთ. და ველოდებით მესამე სეზონს სიგი. და მეოთხეც მაქვს White Lotus-ის
მე 3 სეზონი. Obviously. Which was so მეც ძალიან მომეწონა. იმდენ ერთი მგონი 5 ეპიზოდი დავუთმეთ White Lotus ჩვენ პოდკასტში. იმდენი ვილაპარაკეთ. ზუსტად და Mike White-მა ჯობია გაიღოს თანხები და დააფინანსოს ჩვენი პოდკასტი. ზუსტად, вообще პოდკასტი კი არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთ იმაში. აი, იმენა, არ ვიცი, მოვიკლებდი ცხოვრების 5 დღეს მაგისთვის. ასეთი სპეციფიური იმენა არ მჯერა. So that was it, you guys. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წლის, ყველა პოპ კულტურის თემაში, ძალიან დატვირთული იყო და საინტერესო. ძალიან ცოტა კვირა იყო, როცა მოვიწყინეთ და არაფერი მომხდარა. ამიტომ იმედი 2021-შიც ამ გაქანებით გადავალთ. გადავალთ, აბა რას ვისამთ? Ясно, იმიტომ რომ ჩვენი სელებრიტები არ გვაწყენენ. Okay, interesting. სხვა რა ხდებოდა პოპ კულტურაში გაცადინება? აი მე პოპ კულტურაში კი არა ღმერთო უფალო, ისეთი საოცრება წელი იყო მეგობრებო. ბოლო ნიუსები რა გავიხსენეთ რომ მარტო ნიკი მინაჟი რომ მაგა გახდა, ეგეც უკვე საკომერცია არის რომ ეს წელი საინტერესო ყოფილიყო. დედოფალი მელანია ტრამპ, კინოთი. ეგ კინო როგორ არის? იყო შენ ტოპ 3-ში თუ არ გამოსულა ჯერ? მე მგონი არ გამოსულა, მე არ მინახავს და მაგას ყველა პონჩი უნდა უყუროთ. იმედია გამოვა კინოთეატრებში, იმიტომ რომ it's cinema worthy. მეც ეგრე მგონია. ხო ეგრეა. და ერთი სული მაქვს როდის ნახავ? I know. ის ამბავი გაიგე რა Taylor Swift-ი ქორწილს გეგმავს 13 ივნის კონკრეტულად და ის venue სადაც უნდა რომ გადაიხადოს ყოფილა დაბუქული უკვე და ამბობენ რომ იმ Bright-თან რაღაც ის აქვს რომ მე გადაგიხდი მთელი ქორწილის ფულს, რაღაცებს ყოველფერს დააკავერებს, ოღონდ იმან დღე უნდა დაუთმოს. ერთი დღეზე? 13 ყოფილა მის საყვარელი რიცხვი და 13 ივნის უნდა რომ იყოს. რა კლასინი გქჩა? და მე რას ვიზამდი შენი აზრით? რას? Ясно, მიცემდი, вообще წაიღე 13 ივნისი. თქვა, შენ რა დღესაც გინდა იმ დღეს გადავიხდი. და ანუ ის გოგო იმენა ეკაჩავება? ხო და არ ვიცი რა გონორზე არის ის გოგო, მაგრამ ჯერ ეს ერთი მეც ვქნებოდი. შენ იმენა იკაჩავებდი. იმენა ეკაჩავებდი. მე ცვეჩი არა, ხო აი ერთი ჯერთი вообще რო არაფერი არ გადაიხადა Taylor Swift ისეც აუთმობდი. რა, ანუ ჯერ ეს ჩვეულებრივი ადამიანი არის. შეიძლება შენთვისაც მნიშვნელოვანი არის 13 დღე. არა, she's one of a kind. You are too. რა გჭირს რა დაზომბირება არის ღმერთო ჩემო. მეც ვარ, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ჯერთი 13 რიცხვში ქორწილს ისედაც არ გადავიდა. შეიძლება მისთვის, ანუ ერთ წამში შენზე რატო არის საუბარი ჯერ ეს ერთი? არის საუბარი სხვა გოგოზე, რომელიც ალბათ აი 13 რიცხვში არის დაიბადა ან რაღაც აი I don't care. Taylor Swift-ი არის უპირატესი ვიდრე ჩვეულებრივი სხვა ხალხი. ამიტომ როცა უნდა მაშინ ეს პარასოციალური ობსესირება არის სამარცხვინო. It is not. და მოდი. აი შენ რას იზამდი? მე რას ვიზამდი? Well, let's talk money. Let's talk money, exactly. დამიფინანსე ჰანიმუნი იაპონიაში. კი, ყველაფერს დააფინანსებს, თორემ ქორწილ. ჯერთი წარმოიდგინე ის, მაგრამ იმ venue-ში, სადაც ვიღაცა იხდის ქორწილს, რომელიც Taylor Swift-საც მოწონს, ხო, სავარაუდოდ ის ვიღაცა რომელი შტატიდან არის? Tennessee. ხო, მე მგონი ეგეთი ექნება რაღაც ეგეთი cozy vibes. ხო და ანუ იაფასიან ძიშავ ადგილში ხარ გადაიხდი და ანუ ის გოგოს თავის პონჩი მდიდარი იქნება. უკვე მანდ უკვე საინტერესო ხდება ეს ამბავი. მანდ უკვე იქ მე ჩემპიონშიც რო ფული მაქვს და არ მჭირდება რომ Taylor-მა გადამიხადოს მაგ დროს რა ვშვები. შეიძლება უკვე გონორსა ვიყო. აი მანდ უკვე არ ვიცი. 13 რიცხვი 13 არ იყო საკმარისი მარტო ხო? აი მაგ დროს შეიძლება გონორზე გავიჩითო. Well, good luck to the other girl. მოვიფიქრე. მაგრამ წარმოიდგინე თუ დამპატიშებდა იმ ქორწილში, სადაც ყველა A-list celebrities იქნებოდნენ. Yeah, for sure that was. მაგრამ თან იცი როგორ თემა როგორ გამოვალ სიტუაციაში ხარ უარი რო უთხრა Taylor Swift-ის ფანები უეჭველი გიპოვიან უეჭველი დაგენძრება და 13 ივნის ცემენ ჯოჯოხეთად ო იმენა და ანუ მე დავთმობდი ჩაოლობრივად ცოჩი მაგრამ ძალიან საინტერესო არა იმას უეჭველი მოვითხოვდი რომ ქორწილში დავაპატიშა ხო მე ფული კიდეა ხო, წარმოგიდგენია რა სასტავში გაიჩითავე. I know right. არა და შეგრე. და besties ვიქნებოდით ბოლოს მე და სერენა ვინ იყო? Blake Lively. არა. ის რა უნდა გეთქვა? არა, okay, ბაზარი რა 13 შენია, მაგრამ მე ვარ შენი bridesmaids. I should take it even farther, right? და იმენა პირველი უნდა ვიგეთ. ახლა maid of honor და იყო უნდა ვთქარე. როგორ მაინტერესებს რა venue არის ეგეთი? არის ყანა თქო. იყო, მაგრამ რა თქმა უნდა დავაიგნა რა. Good luck to Taylor. ამახსენდა შენ არჩევნებზე იმაზე რა ქვია რომიო და პარიზიო. ანუ Emily in Paris-ის წელი გქონდა? Emily in Paris-ის წინა სეზონიც არ მაქვს ნახე. I'm so sorry you guys. იმიტომ რომ it was too trashy. და
კარგი წელი მქონდა თქო გეონებით და მე ეგეთ trash-ის ვუყურებ მაშინ როცა ცუდი პერიოდი Stop. მაქვს. ამიტომ thank god. მე ვუყურე და ვიღაცას ედა TikTok-ი, რომ Emily in Paris არის როგორც ბავშვებისთვის არის Coco Melon. Coco Melon იცი რა არის? კი. No obviously ბავშვები უყვარს ანას და მაგიტო Yeah. literally ვეთანხმები, ანუ it's flashy, ანუ overstimulates us and it makes us happy. უყურე? ხო, obviously ვუყურე. მე მინდი ქვია იმ გოგას ხო მაგის Sure. ეპიზოდებს უყურე და ხალხი არის რომ აი ძალიან რაღაც short. musicals რო ამსგავსებენ ხოლმე ყველა ახვევდა და იმენა გულიერაო და მთელ TikTok ხალხს და ჯგუფს და შენ რას ფიქრობ მაგაზე? მე ზოგადად პატარობიდან არ მიყვარს მიუზიკლები, ეგრეთ ძალიან კინოს ფორმატში. მეც. სერიალებში, მაგრამ ძალიან cringe არის აი It is. ჩაოლებრივ სერიალში უცებ რომ რაღაც წარმოდგენაით თან თელ სიმღერებს ღერის გოგო ის კი არა რაღაც 50 წამი იყოს დამეჭნა არა იმენა დაიწყო საბრინა კარპენტერის ესპრესო თუ რას ღეროდა და დაამთავრა დედოფალი That was არ ვიცი funny. ვის დაარწმუნა ეგრეთ ძალიან რომ აი ეს საჭირო არის სერიალისთვის, იმიტომ რომ I feel like she's like happy for that. მაგრამ მე მიხარია, მე ვაღიარებ რა ჩაში არის და ვუყურებ ზუსტად ანუ რაღაც კრიტიკული თვალით არ ვაანალიზებ, როცა ვუყურებ Emily in Paris. Вообще Emily in Paris როცა ვუყურებ, ასე იგი სხვა რაღაცას ვაკეთებ. ამ დროს вообще ანალიზის უნარი რო არ გაქვს მაგ მომენტში და ჩემი მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვუყურებ ამ სერიალს არის Sylvie Gratton. I swear to god აი ეგ ქალი she has me on chokehold. აი ასე ვუჭირა, აი ასე. ახალი სერიალი გამოდის. ჯერ ერთი ეგ ქალი ჩემთვის არის სამაგალითო, იმიტომ რომ ვისაც გაქვთ ნანახი ფოტოები 20 წლის წინანდელი მისი. აბა ანუ ცუდვიძე არასდროს ყოფილა, მაგრამ ეხ არის იმენა ნაშაკალი, ეხ არის დედოფალი, glow up hug. glow up და 62-ის თუ რაღაც არის. აი უთესლეს ვიძე, ეგ მინდა რომ ვიყო. მესმის რომ ფრანგული სისხლი ჩემში არ ჩქებს და ცოტა გამიჯერდება, მაგრამ ვაუ. ვაუ, აი მართლა. იმენა ეგ მინდა რომ ვიყო, ჩემი role model არის ჩვეულებრივ. და ჩემი აზრით Samsung-მა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მაგ ქალს დააჭერინა თავისი ეს ეგ უჭირა? ხო. მარტო ეგ თუ დაგარწმუნებს ადამიანს, რომ იყიდოს ეგ ტელეფონი. არა, ძალიან კანტი არის ეგ ტელეფონი, არა? იმენა ეგრე აი ხმარა. Motorola რო იყო ადრე, ხო იცი? ხო და ეგრე აკეთებს ზუსტად. საღო. ელაპარაკება და ჰოპ, იმენა იმენა ძალიან კარგი. ძალიან კარგი გათვლა იყო, კი ბაზარი არა. Good job. არა, ძალიან მე მომეწონა ეს სეზონიც და მე ვაფშე მგონია რომ Emily in Paris თავის დავალებას კარგად ასრულებს. იმაზე რა სიტყვი, ეს ახალი ბიჭი ვინც ყავს, რაღაც chemistry არ არისო წერდნენ და შენ დაიჭირა. ფინელი ახალი ბიჭი. იტალიელი ხო? არც ერთთან არ აქვს ჩემს chemistry to be honest. აი მასთან რესტორნის შეფთან ქონდა თითქოს არა? მე მომწონდა Emily in Paris თავიდან რომ დაიწყო, იმიტომ რომ იყო it was about marketing. მე ზუსტად ეგ რო დაიწყო, იყო COVID-ი, ანუ ვერაფერს ვერ აკეთებდა და საუდი მარკეტინგზე და მაგით იყო რაღაც ეს გართობა რა, იმიტომ რომ აი ზუსტად COVID-ის დროს გამოვიდა. მაგის სანახავად მარტო შენ უყურავდი Emily in Paris, იმიტომ რომ ყოველ წელს ეკიდა რა კომპანიაში. მე მაგალითად აი რომკომი მართლა რომკომის ნაწილი მაგრად მეკიდა, აი როდესაც აი კამპანიებზე რო იწყებდნენ საუბარს ან აი shoot და რაღაცები ან თვითონ მაგათ agency-ში რო იყო რაღაც გარჩევები, აი მაგაზე ეგ უფრო მისწრდებოდა და ეს ხა ვინა ჩემი ვისაკაცებს. საყვარელი character ვინ არის agency-ში შენი აზრით? Sylvie Luke? მერე. ის თეთრთმიანი კაცი რა? Iconic. I know such a pervert. ძალიან საყვარელია. ანუ chemistry ვერ შენ ვერ დაინახა. და არ ვაკვირდები ეს chemistry. როგორ არ არის შენში, რომ აი არ ვიცი ალბათ მე რო გოგო ვარ და რომანტიკული ბუნების რატომ არა არ და სასწორები ძალიან რომანტიკოსები ხო არიან. და შენ იმენა არ ხარ. აი ჩემთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი რა chemistry არის. ძალიან, აი მაგიტომ მიყვარს სკანდალი, იმიტომ რომ Fitzgerald Grant და Olivia Pope-ის chemistry არის top და ეს ჩემი თურქულის არის, აი ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი, არ მაქვს არასდროს ეს ლტოლვა რომკომების მიმართ საერთოდ. მე ჩვენ უყურა sci-fi-ს. აი იმენა იარაღით ამადექით ტვინი გამიხრი და ჩუაზე. ვიდრე sci-fi-ს უყურა. და სიგიჟემდე ველოდები ჯუნის ახალ ნაწილს. იუ. და მე და ანა ერთად წავალთ ფილმში IMAX-ზე უნდა წავიდეთ კავიაში იქ რა. ძალიან გზელი რო არის ხოლმე? ძალიან დიდი არის. არა თვითონ ფილმი დიდია. Dune ყველა ფილმი. ჩვეულებრივ? ნუ 3 საათიანი. I can survive. იმიტომ რომ 4 საათს. Wicked-ზე რატო არ წავედით? That is my question. ჩვენთან გამოვიდა ვაფშე? Did I miss a chapter or two? კი, გამოვიდა. წავიდეთ რა. წავიდა თუ ეჭვალე. პრემიერა არის. რანდერო იყო სტუმრად, იმაში. SNL-ში? ხო.
უყურე? კი, ეგ იყო ბოუენ იენგის ბოლო ეპიზოდი და ვინც არის ბოუენ იენგ, ეს არის აზიელი ტიპი. აუ ხსენი ჯერ SNL-ი რა არის? SNL-ი არის ხალხო როგორც აი კომედი შოუ, ოღონდ ამერიკელების, ოღონდ პირიქით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ წამოვიღეთ იქიდან. ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ კომედი შოუ არ ვიცი ლაივი იყო თუ არა, მაგრამ მგონი ჩაწერე, ხო, იმიტომ რომ ხალხო როგორი რთული არის წარმოიდგინეთ კომედი შოუსავით აქვს სკეჩები, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ლაივში. ანუ არანაირი pre-tapes, ან ახალ-ახალს დაამატეს ეს ვიდეოები, ხანდახან რო უშვებენ, მაგრამ ყველაფერი ხდება ლაივში. ეს ყველაფერი უკვე რამდენი წელია? 50 წელი იუბილე აღნიშნეს, 51 წელზე გადავიდნენ და საკმაოდ საინტერესო ფილმიც არის ამ ყველაფერზე თუ როგორ დაიწყეს SNL-ის გადაღება და გიჩვენოთ რომ უყუროთ. მე რო ვიყავი 12 წლის, მგონი 12 წლიდან ვუყურებ SNL-ს და შენ ძალიან გავასწავლე. და ძალიან დამეხმარა სხვათა შორის ინგლისურის სწავლაში პატარა რო ვიყავ, იმიტომ რომ ინგლისურად როცა შეგიძლია ხუმრობა და მე გიჟი იუმორი მაქვს ინგლისურად ხალხ. ქართულში მაგ. აი მაშინ შეგიძლიათ თქვა რომ იცი ენა, ვაფშე უცხო ენაში შეგიძლია ხუმრობა რა. და მაგიტო ძალიან მიყვარდა Kristen Wiig. მე ხაროსლად ძალიან კარგად ხუმრობ. იმე გიჟივით სლავ. და Kristen Wiig ყო ჩემი საყვარელი SNL-ის ესა მონაწილეა, ასე რომ თქვა. აბა ჩემი ვინ არის? Saturday Night Live. Tina Fey? კი. მგონი ერთხელ თქვი და დამახსოვრე. და Bowen Yang იყო ეს ახალი თაობა 2017 წლიდან შეუერთდა მგონი როგორც ჯერ მწერალი და მე უკვე როგორც თვითონ მსახიობი და საკმაოდ ისეთი აი pop culture რაც ჩვენ გვეცინება და რასაც აი რაც რელევანტურია იქ ყველაფერი შეძინა და საკმაოდ ისეთი ემოციური იყო მისი წასვლა SNL-დან და მისი საუკეთესო მეგობარი Ariana Grande იყო სტუმარი. I didn't know that actually. Yeah, they're very good friends. Wow. They're very good friends და ნუ Ariana Grande-ს გამო Ariana Grande-ს გამო აიყვანეს თორე Wicked-ში Bowen Yang-ი გარუიცი მან და მღებლობს მონაწილეობას. შენ მითხარი რომ და თან Ariana Grande-მ დაურეკა SNL-ის უფროს და თხოვა რომ ანუ გთხოვ მიეცი დრო რომ ანუ ფილმზეც წამოვიდოს და მგონი ამბობენ რომ იმის გამო წამოვიდა რომ ანუ როცა SNL-ზე ხარ არაფერს უფლება არ გაჩათვალე რომ გააკეთო მაგის გარდა რა იმ დონემდე მომთხოვნიერი ყოველ კვირა გაკი 7 დღე რომ მომზადო პროგრამა რა და თან script ყველაფერი იდეა ოღონდ ხალხო რო იცოდეთ scripts ის აქვს რა ქვია პრომპტერები ოღონდ ეგ პრომპტერები არის დაწერილი ხელით ანუ კამერის უკან დგას ტიპი ვინც შენ სიტყვებს უჭირავს ხელით ანუ კითხულობ მაგიტო რომ თუ დააკვირდებით SNL სკეჩებს არავინ არ იყურება კამერაში იშვიათად არის ეგრე კითხულობენ უბრალოდ კითხულობენ Oh my god you're a fan მე ანუ გეუბნები პატარაობიდან გიჟივით ვუყურებ სოჩი ვაუ yeah და Ariana Grande-ს კლიპებს უყურე მე მთლიანად არ მინახავს ეს სკეჩები ჯერ რომ მაგის character დავინახეთ რაღაცა დავინახეთ ხვდები ანუ როგორც ეს ხო ბოლო 2 წელი არაფერს გვაძლევს პროდუქტად ანუ თავისი personality-ს არაფრის მე მგონია რომ იმ დონემდე რთული იყო ეს როლი სავარაუდოდ რა რომ ანუ ბოლომდე მაგაზე გადავიდა რა просто მე იმაზე გიჟდები ხახო personality-ს როგორ იცვლის ყოველ ჯერზე ანუ ეს არის რაღაც კამელეონიზმი ეგ არის ნამდვილი მსახიობი ისე როგორ შეაფასებდი არიანეს როგორც მსახიობს ძალიან მომწონს ახლა იმაში ვიქტორიასში არ ვიცი ახლა ანუ Wicked-ის როლს მე ჩავასრულებდი ეს ამგანია სიმღერა შემიძლია ეს იცი რა ხოდი არის ახლა გინდა გითხრა აი მუზეუმებში რომ დადიან ამას მეც დავხატავდი აი ეგ ხოდი არის ანუ სვეჩი მგონია რომ Wicked-ის როლის შესრულება არ არის რთული ანუ რაღაც ემოციური roller coaster სიმღერა შეუძლია we know that singer არის გოგჩა ცეკვა რა იცეკვა ისეთი რასაც მე ვერ ვიცეკვავდი I love you so much და არაფერს არ ვეთყვი და გავაგზავნებ ანუ რა იცეკვა ეგეთი მართლა გავაგზავნებ ცეკვა არის მარტივი სასწაული თუ იმუშავე თუ იმუშავე ყველაფერი მარტივი არის ხო და ვიმუშავე მე მუშაობა არ მეზარება ვინმე პროდიუსერი ვინც არის მოისმენთ ხალხო გთხოვთ ანუ შემოვიტანოთ საქართველოში მუსიკების კულტურა და ანა მინდა როგორც გლენდა ანუ ვიზამდი პროსტა ერთი რაღაც ამაპკოლებს მიტყდება იმ მუსიკში ვერ ვიქნებ იმიტომ რომ ტეხავში ეგ არის ერთადერთი პრობლემა ანუ ხალხო ვაუ 26 მოდის შემოდის დელუზიურად სერიოზული დელუზიებით მე მგონია შენ ისეთ ხოძე ხარ რომ აი მაგალითად მე ვიცი მაგალითად რომ Cynthia Rivers როლს შევასრულებდი ანუ იმ ყოველ ნოტას მე ვიცი რომ დავარწყამდა რაღაც მაგრამ ის რო შენ გონია გლინდას ითამაშებდი is insane გლინდა უფრო მარტივი როლია ვიდრე ის ხო ვიცი exactly so I can do that for sure კიდე ერთხელ ვიმეორებ წინა რამოდენიმე ეპიზოდის წინ ხო გავაკეთე ქაინაუთი კიდე ერთხელ გავაკეთებ don't do that მართლა
This is embarrassing, stop it. მართლა იტეხავს ერთადერთი მიუზიკლი რომელიც ნახე და არ ტეხავდა ოდნავ იყო La La Land-ი and it's rare, you know that, right? Просто La La Land-ის გახსნა. აი, გახსოვს ეგ მიუზიკლი? არ მაქვს ნახე La La Land-ი. What? არ შემიძლია. ერთადერთი მიუზიკლი მგონებელს ნაყურებენ, კარი Wicked. Are you fuck და მე მიკითხა morals რო რა morals? არ ტეხავსო მიუზიკლები? შენ არც უყურებ და შენ და მე ვუყურებ მაინც და მე მიტყდება. მგონი Cats იყო რომელიც შევეცადე და იმენა გამორთე. La La Land-ის გახსნა ხალხო, ჯერთი ისეთი კაი სიმღერები არის La La Land-ში, რომ ცალკე Spotify-ზე მაქვს folder-ი, სადაც La La Land-ის soundtrack-ები მე მგონია და ვუსმე ხოლმე monthly basis-ში. მე მგონია რომ მიუზიკლები არის ძალიან millennial და გეტყვი რატო პატარა რო ვიყავი და რო უყურებდი Zoelas, გიჟივით აფანებდა The Greatest Showman-ზე და ეგ და თავის მეგობარი მარკი გიჟივით მღეროდა და ისე მექრინჯებოდა და ისე ვღიზიანდებოდი. ანუ შენს გეკრინჯება. Thank you. რა, გეკრინჯება გლინდა რო ითამაშა, გეკრინჯება Yes, და მარტო მაგიტო არ ვითამაშებ გლინდას. ასევე ხო, ვერ ითამაშებ მარტო მაგიტო. ასე გამიწყებოდა Broadway-ზე რა ვიყო. I could never do that. შენ ხო იცი რომ მან ანუ Broadway-ზე ყოფნა მაგათთვის არის ჩვენთან რომ აი ძალიან გაჩიტური მსახიობი იყო. I know that. No. That's the reason I'm not there. That's the only reason. Broadway-ზე ისეთი რთული არის. აი, ისეთი რთული არის რომ მე მართლა არ გამიჭირდებოდა პრესტა მიტყლება. ისე მიყვარხარ რომ ისტერიკა მაქვს. Trisha Paytas-მა და Charlie D'Amelio-მ თუ გააკეთეს, მე რა დავარ რა გავაკეთებ. მაგარი პლან გაგიღია ახლა იმის Perry LaPone რო გეთქვა. I don't know. აი ეგ მევასება, ეგ კულტურა Broadway-ის მევასება, ან ბევრი მინახავს, აი როგორც აი გადაღებული, ძალიან იშვიათად ხდება რომ გადაიღებენ იმას რა ქვია, უშუალოდ Broadway-ზე რა ხდება, იმიტომ რომ there's no filming allowed და რაღაცები. და Broadway-ზე ხშირად ვიცხოვრო New York-ში, მაგრამ აი ფილმები არ მიყვარს. კიდე მგონია რომ ხატვაც მარტივად გამომივიდა და აი effort რო ჩამედო, უბრალოდ ჩემი ინტერესის სფერო არასდროს ყოფილა ხატვა. იმიტომ რომ ხატვა არის ძალიან შემოქმედებითი რაღაც, ანუ ეს არ არის რომ აი ესეთი უნდა გამოვიდეს, ანუ ყველაფერი შეგიძლია ფინალში რაც შეგრჩება, ისე დაარეკლამო რომ არის შედევრალური და შენ გიყვანდი PR-ში, ჩემო პატარა, შენზე კაი PR-ში არავინ არ არის. ბაზარი არა. I would sell my shit. მაგრამ არ არის ჩემი ინტერესის სფერო. კიდევ კარგი. I'm joking. ძალიან ნეგატივი. შენ დასრულე წითელი ცხენის ხატვა? არ დამისრულები, იმიტომ რომ supportive მეგობრები არ მყავს. ეს იყო ბოლო ეპიზოდი, live-ში გეტყვი. პაცკო ხო იცი მე შენს სუგა support-ა. ხო, ჯარა. Always. აუ ისე მართლა არ თესლი ქრმა და Wicked მე და შენ. მე ვარ Glinda, ხო? Glinda. და მე ვარ Alphaba. არა, შენ ხარ იცი? კაიგა როგორ თესლობ თქვი? Alphaba. წაიმღერე მე ვიტყოდი. Alphaba. Glinda. არა, მაგას არ ვმგარა. აი, მაგიტო, აი, sorry. მე როგორი მზად ვიყავი. თონები აუცემცემდა. ესეთი ვიდეო არის, რომ გოგო და ბიჭი დგანან, ვიღაც კაცი მივარდება ამ გოგოს და ართმევს რაღაცას. You haven't seen that? და ეს ბიჭი ვისთან ერთადაც დგას, რომელიც სავარაუდოდ არის ქმარი შეყვარებული, do we care? No. ანუ დგას იქით მიიმალება, ის კი არა რომ ხალი დაიცვას, ეს ხალი იბრძვის რაღაცას რომ გაეცალოს ეს ტიპი და ეს შეყვარებული ან ქმარი ვინც გვერდით თუ დგას, იმენა გაეცლება რა, შეეშინდება და გაიქცევა სავით. და ამ დროს ვაფშე სხვა ვიღაც მოდის და ის დაიცავს, whatever. ანუ დადგმული იყო და ვისაუბრე. არა, იმენა არ იყო დადგმული. იმენა დადგმული იყო. შენთავს ვიცავარ თუ იყო? ეგრე დაწერა, ეს ვირტუალი იქნება და AI. No. დავითი არის ხალხო, ისე ეშინია იმის, რომ ვიღაცა თავს დაგვესხმევა. ანუ 20 თვალი ქონდა ბიჭს გამოფმული, ყველა კუთხეში იყურებოდა, იგონა რომ გაგზა. პარანოია ქონდა ჩაოლობრივად. და მე ვარ უჩილესი და უთესლესი, იმიტომ რომ I don't give a shit, ვინმე რომ მოსულიყო, გავუიასნებდი ეგ იტალიურად, იმიტომ რომ იტალიური ძველი. რასაც ყვები? კეკაცა? No. What else do I know? ვიცი რამდენიმე ეგეც. Allora. პრეტიკამენტა ვიცი, ჩემი საყვარელი ლიტერატურის სიტყვა არის, მაგრამ რას ნიშნავს აღარ მახსოვს. ანუ მე და შენ ცოლ-ქმარი ვიყავთ, ეგ უკვე გადახავდა და ეხლა წარმოგიდგენ ისინი თუ მართლა ერთად არიან შეყვარებულები ან რამე. და აი, კაცი რო შენ წინ ეგრე მოიქცევა. და ჩემზე როგორ შეიძლება რომ ეგეთი რამე თქვა, როცა არაფერი არ მომხდარა შენ თავს ისე. Okay, baby, I'm so sorry. Why did he
დამაბრალოს ერთი რაღაცას, ანუ ვინმე თავს დაგესხა და არ დაგიცავე? ვიცი რა დამიცავ. თოთ ის რა შენ გეშინია ეგეთი რაღაცები, ის რა რამე არ მოხდეს. ხვდები? თან რამე თუ მოხდა, ვიცი რა გადაიქცევი კაპიტან ამერიკა. ვინმეს გინდათ რომ გაგზავსონ მიყვა generally. ანა ციგნაძის გარდა ვინმე გადიხართ ქუჩაში რა ნეტა გამძერსოს ახლა ვიღაცამ. ერთი წამი და ეხლა ჩემი ტესტი შევიმუშავე. ანუ შეყარებული რომ ეყოლება, უნდა გავითამაშოთ ეგეთი რაღაც. მე დაგესხმევი თავს. შენ არა ვიღაც რენდომ უნდა დავიქირაოთ რა, ისეთი ბრგეტიპი. ხო. და როგორ მოიქცევა? ყველაზე დიდი ტესტია ხალხო თქვენს დატესტეთ თქვენ შეყარებულებზე, იმიტომ რომ წარმოგიდგენ უკვე ქმარი რო არ და შვილი რო ყავს ეგეთი სირი კაცისგან და მე რო აღმოეჩე რომ ეგეთია. I know right. მეგობრებო, ვითომ ვართ Ellen-ში, და თამაშობთ Heads Ups. მაგრამ არ ვართ Ellen-ში და ესეც არ არის Heads Up. და ესეც არ არის something Heads Up. similar. Yeah. Let's fucking do that. Okay, გვაქვს კატეგორიები. Cars, countries, celebrities, tasty food. Tasty food. Let's do tasty food. Okay. მაგრამ ახსნაში უნდა გამოვიყენოთ რაღაც სპეციფიკური შეზღუდვა უნდა გქონდეს, როგორ ავხსნათ. რამდენიმე სიტყვა, მაგალითად 3 სიტყვით მაქსიმუმ ან 2 სიტყვით. არა. არა, ეგრე არ თამაშობდნენ, ნებისმიერ სიტყვა შეგვიძლია. Tasty food არის? სათხარ? Yeah. ყოლზე ცნობილი კოქტეილი. მარგარიტა. უალკოჰოლოს ვამე ხოლმე როგორც წესი. Mojito. Oh my god. Chimichanga არ ვიცი რა არის. ყველაზე მეტად მიყვარს მარილიან წნილებში. მარილიან წნილებში? Pickles. You're so good. Sashimi არ ვიცი რა არის. Raw is a fish. Sorbet როგორ ახსნა არ ვიცი. რატო? ეს უნდა ახსნა ჯერ. Graham cracker არ ვიცი რა არის. Anna. Sorry, I'm uncultured. Okay. ყოლზე მეტად მიყვარს ტკბილეულში, მაგრამ ის სახეობა არის, რაც არ მომწონს დიდად. ტკბილეულში რა მიყვარს ყოლზე მეტად? შოკოლადი. მაგრამ ესეთი შოკოლადი დიდად არ. თეთრი შოკოლადი. იო, მეზიცხობა თეთრი შოკოლადი. ამის ტორტი ძალიან მიყვარს, ძალიან კაი ტორტებია. ახსნა იცი როგორ ხდება? შენზე კი არ არის საუბარი აქ. ამის ტორტი ძალიან მიყვარს. ვაა. შოკოლადის ტორტი. არა, რაღაც სპეციფიკურია, ფრანგული უფრო. Okay, ფრანგული, ეგ მადლობა რომ მითხარე. Pancakes, კრეპი. Oh my god, you're so good. ეს ჭამა ერთხელ. არასდროს მიჭამია ეს და მგონია რომ არ მეყარება, ცხოველი არის. მე ხადავები, მე ანუ ფრინველია ცხოველი. აი დაკ, როგორ აგიხსნა? რა ვიცი, აი საახალწლო კერძი. Who is that? აიქნია. არა. მეგობრებო, ბრაკიანი აპლიკაცია არის. Okay. ასევე ძალიან მიყვარს ეს ტკბილეული, რაც უკვე ახსენე და მეორე სახეობა არის, რომელიც არ მომწონს. Dark chocolate. ძალიან მიყვარს. ძალიან კაი კოქტეილი არის. პალერმოს მახსენებს. Mango sour? არა. მარგარიტა. არა. მარტინი. პინა კოლადა. როგორ შეიძლება რომ პალერმო გაგახსენოს? იმიტომ რომ მე დამეგივსამდი, ჩენ არის. ერთ ამ ვაკეთებ playing this deck again და ახლა გადნახებ როგორ უნდა ახსნა food. ესე იგი bagels-ზე მიყვარს ყველაზე მეტად. თაფლი. Bagels-ზე, აი ტოსტი, ბენედიქტი, რითი არის? კვერცხით. არა, და? ავოკადო. და? ყველაზე მთავარი ბენედიქტი რა არის? ვარდისფერი თევზი. salmon. ხო. Okay. შეგეძლო უბრალოდ ეგ თქვა. Sorry. Dip. ესე იგი, პოპკორნი იყიდება ფილმებში და კიდე რა? ჩიპსები სამკუთხედი. Doritos. სხვანაირად? განზოგადებული სახელი. არ ვიცი. მექსიკური? Nachos. ხო. Thanksgiving-ზე რასაც ჭამენ? Turkey. ხო. დაბადების დღეზე, აი birthday cake არის აწიეს ამათ, ანუ what the fuck. ესე იგი, აი წარმოიდგინე რესტორანში რომ შეხვალ ყოველდღიური სანდვიჩი იქნება ეს. რა აქვს? ხო. Salmon. არა. მაგ ეგ არის ყოველდღიური. აი ხორცი არის რაღაც. რაღაცის სანდვიჩი, კაი სანდვიჩი არის მეორე სიტყვა. კაი აწია pass. Steak sandwich. Steak sandwich სად იყიდება ამ ცხოვრებაში? კი, როგორ არა. ესე იგი Oh my god, you're stressed, baby. ნაწილი არის ცხოველის. რომელიც არის ძალიან ცხიმიანი. You? კაი pass. Right. Pork ribs.
ეს ძალიან ამერიკული დესერტი არის, რომელიც აი როგორ მიაქვს, იცი, აი სტუმრად მეზობელთან მიაქვს სულ. Apple pie. ხო? Wow. That was good. ჩემი საყვარელი ყავა. Cappuccino. ხო. ხილი რომელიც სიგიჟემ, არა, კენკრა რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. Blueberries. ხო. I know you too well. ზემოთ ემპანადა იყო. ესე იგი, მიყვარს აზიური ეს ძალიან. აზიური ეს დაჭყჭილი. I don't know. Cucumber. I know. Are you fucking kidding me? Cucumber უმარტივესი რაღაც ეგრე რატო ამიხსენე? როგორ ახსნი? Okay, you are good. I know. I'll give you that. Okay. Good job, baby. მაგრამ ძალიან რთული არის. I know it is so hard. მოკლედ ახლა გადავიდე ჩვენდა კატეგორიაზე. Which is Mix it to celebrities. celebrities, Okay. please. I go first. მიდი. Iesoscaus. აჯარლება. ეს კონი არის წერია. ასე არ ვარ ვინ არის. მალე უნდა მიხარ. Henry Golding-ი იცი ვინ არის? მგონი კი. ჩემი საყვარელი გოგჩა. შვილი ჩემი შვილა. ამ ბოლო პერიოდში შვილა Angelina ბავშვი. Jolie. No, ახალგაზრდა გოგო არის. ეხლა გამოვიდა სერიალი, რომელშიც არის star, a child star არის. Kim Richards. No, ბავშვია. Ella Fanning. No. Dakota. Stranger Things-ია. Millie Bobby Oh Brown. my god, fuck you. ჩემი Okay. საყვარელი გოგჩოა, თი რო იწყება ახსნა. Nepo baby არის. Dakota Johnson. ძალიან სარფიანად გათხოვდა და ეხლა უფრო ცნობილი Sophia Richie. No. ძალიან controversial ქმარი ყავს. Is he though? Lana Del Rey. No. Hailey Bieber. აა ჩემი საყვარელი ლათინა გოგჩა. ვერ ხარ, Selena Gomez-ი? ლათინა Gomez. მომღერალი დედოფალი. Karol G. Yeah. Have no idea. Have no idea. Okay. დუნში არის ძალიან გიყვარს. Timothée Chalamet. Okay. დუნი გიყვარს. დუნი მიყვარს მოგავრება. ყველაზე იტალიური ეს არის სახელი. Francesca. არა. მსახიობი კაცი, უკვე ბებერი არის. არ ვიცი რა ფილმში მონაწილეობს, I'm so sorry. ალბათ. ტენისის ყველაზე ცნობილი player. Roger Federer. Novak Djokovic. One Direction-ში ჩემი საყვარელი. Harry Styles. No. Zayn Malik. No. ვინ რატო არ იცი? ყველაზე იმენაც ხო ეს არის ისეთი რომელიც იმენ არის. კაი ახლა ჩემეჯერე. ახლა I'll show you how. Okay, Moonwalkie. Michael Jackson. მისტრაფად ვიცი. ამას ვერ გამოიცნობ. Jason Momoa არ მგონი არის და. ვიცი. Okay, რობოტი არის I will destroy you. Have no idea. ძალიან გრძელი სახელი აქვს და მისი შვილი ახლა თამაშობდა ბოლო სეზონში White Lotus-ის. I have no idea. ისა რა ერქვა მაგ ფილმს Arnold Schwarzenegger. ვიცი. ჩვენ როგორ შეიძლება სულ სახელი? ბარბიში თამაშობდა. I know. დამოვიწყდა. Blake Lively's გარშა ქვია. მეღადავა, pass bitch, Ranga. მომღერალი არის. მომღერალი Stop. მომღერალი stop bitch. მომღერალი ქალი არის, გძელით მაგ და აი, შერი. არა. კაი, აწია. ბარბარის გძელით არა. ზემოთ. pass. Top model სამყარო. Have no idea. I've never watched that. შავკანიანი მოდელი. ქალი. Naomi Campbell. არა, Smizey. მენ არ ვიცი. I'm sorry. Wicked-ში Glinda. Ariana Grande. ზემოთ Chris Pratt არ ვიცი როგორ ახსნა. Materialist-ში მდიდარი. Pedro Pascal. დედოფალი, ესე იგი, აქვს წითელი ისა Scream Queen. You're stressing. Scream Queen-ში მინიყო Emma Roberts. მაგის დეიდა. Julia Roberts. Good job. I found the loophole. ესე იგი, მის ამ ტიპის რესტორანი იყო თბილისში, იქ რა ქვია, ფილარმონიაში.
მიდი, ყველაზე კაი ჰინტი მაგეთი. როკი, ასე რომ გადაწევს იმას. გრძელი თმა. Elvis Presley. იყო? არ გახსოვს ეგ რესტორანი? მე მაგაზე არა. I don't know that. როდის იყო? Elvis Presley-ის რესტორანი იყო. ხო. No. და ზემოთ იყო ესეთი მრგვალი ჩასაჯდომი ისინი რა ქვია მაგიდები, რომელიც ტრიალებდა ასეთ ბურთები. ხადავს როდის? ჩემი საყვარელი ადგილი ფოტო რა გადამეღა. Baby. I გონი think I'm better than you. და გონი მან ჩავჭამე სუში პირველად. Really? Yeah. და რა დაკეთეს? ალბათ გაკვეთრდა და არ დადიოდა ყავა. ძალიან ძვირი იყო? არ მახსოვს. I Wow. wasn't paying back then. Wow. როგორი? არა, bro, I'm better than you. არა, ერთ შემთხვევაში მგონი აუდიტორიამაც ნახა თუ როგორი Well, I was stressing, ცოტა გავუფლიანდი ხალხი. მეც ჩემი ოდაბანიც კი აღარ მეშავს. ანუ ჩერ ერთი მინდა რომ ოდაბანმა დამაფინანსოს მარტო იმიტომ რომ დედასფიცა ვარ ხალხო ყველაზე კარგი აღმოჩენა ამ წლის პროდუქტებიდან. გონი შენ რა დააფინანსო პირიქით? ანუ მართლა იმენა დავაფინანსო, იმიტომ რომ ესეთი კარგი არაფერი არ არსებობს. ხო. მართლა ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა მარტო Yeah. იმიტომ რომ აი საერთოდ ოფლი არ მაწუხებს არანაირად. და არც შემდეგ წელს შეგაწუხებს ოფლე. რატო? და რა ახალი წელი მოდის? Why? უბრალოდ სახელმწიფო ეპიზოდია. Okay, thank you guys. მადლობა რომ გიყურეთ. მადლობა რომ ეს წელი ჩვენთან გაატარეთ. ეს მე მგონი 10 თვე არის რაც ერთად ვართ, მაგრამ you know. მე 40 ეპიზოდი. We're getting there. ძალიან გუყარხართ. სიგიჟემდე. და შეგხვდებით შემდეგ წელს მეგობრებო. ეგ შუტკაი. You had to say that, right? ხო, ძალიან საყვარლობა არის. გნახავთ იქით წელს.